Παχμάρος κοίταν σε τσουδάχης. Კი, გურიაში. აი, კიდა ეთელარი სუ. კათალეს იქა. ეს სამტარში ხარები ასე ორმაგაცმა დიიბეს და ჩამიიტანეს. ასე დახერხეს და გაგეთე იჯან. ეს. რომელ წელს? ჰა? რომელ წელს იყო ეს? ხაღამის მე დაბადილი არ ვიყო. 1902 წელშიო ასე წერი. მაგრა იქნება ხო? ამის უკეთესი ჯამე არ არის აჭარაში. არსად არა, ლაზერის გაკეთებული ეს. ეგარ კრასკა. დღესაც იმათი კრასკა არის. ხარისხიან და კაიგა. ლაზი ომირუსტა ყოფილა. სახელოსნო მოაწყო და იქ არავის უშვებდა, ვიდრე ორნამენტებზე მუშაობა არ დაასრულა. ერთადერთი ხუთგუმბათიანი ყველაზე დიდი მეჩეთია საქართველოში. 1936 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. ჯამე ჯერ საწყობად, მერე კულტურის სახლად და ბოლოს მუზეუმად გადააქციეს. რეპრესიების შიშით მოსახლეობა შინ მალულად გადაწერით ბებია-ბაბუისგან სწავლობდა ლოცვებს. 1999 წელს, როცა შესუსტდა რეჟიმი, ოქლომი გადახერხეს და განაახლეს ღვთისმსახურებელ. ყველაზე მეტად რა გახსოვთ ამ ჯამეში? თქვენს ბავშვობიდან თუ მოზარდობიდან? კინო და კონცერტი. ამიტომ ვიყავით იქ ფანჯარა გატეხილიყო და იქიდან ძრებოდით და ავიყიდით და მოძრებოდით ამ ფანჯარიდან. და რამდენი წელია მოეზინი ხართ ამ ჯამეში? 20 წელი თავდება მაგ. როდის თავდება 20 წელი? ამ წელში არა, მეორე წელში 20 წელი თავდება 2025-ში. 25-ში. მეც აქაური ვარ, ძალიან მიყვარს ეს ჯამე, თავისი ორნამენტებით და ეს სიდიდით მართლაც რომ და სილამაზით მართლაც რომ გამოირჩევა და მრევლითაც ყველაზე აქტიური მრევლი არის აქ ყოველთვის, ადრეც იყო და ახლაც ასე არის. ძეგლის სტატუსი აქვს და სახელის სტატუსი აქვს, საქმის სტატუსი აქვს. აქ რაღაცა რესტავრაციის ხარჯები თავრობამ უნდა გამოყოს. მოსახლეობა იმას აკეთებს ყველაფერს. ქედაში შუახევში სახურავი აღარ აქვს, პოლი აღარ აქვს, ელემენტები გვხვდება დაგვისეს ჩვენ ტრაფარეთი და იმ ტრაფარეთზე ეწერა ნაჩვენები აქედან არის 200 მეტრში ვანაძიების ნაეკლესვარი. ჩვენც უთხარით რომ ის გვერდზე ჩვენ ჩაგვიწერეთ რომ ჩვენ 200 მეტრში გვაქვს ვანაძიების მეჩეთი. გამეცანი. კილომენახევაში გვაქვს აგარის მეჩეთი. 500 მეტრში გვაქვს ორჯოვის მეჩეთი. და ჩაგვიწერეთ იმ წუთში ტრაფარეთი გააკეთეს. არის ისტორია ხომ არის მაგაზე რომ ანა მოსტრის ნაეკლესვარი. დატოვეთ მაგრამ არსებული მეჩეთები რომ არის მეჩეთის მიაწერეთ რომ არის ამდენ მეტრში ამდენ მეჩეთი. საერთოდ ტრაფარეთი მოხსნეს და აცის არის რაღაც. ამ ქვეყანაში ცხოვრობს მუსლიმიც, იუდეველიც, ებრაელიც, კათოლიკეც, მართლმადიდებელიც და ეს ყველა რელიგია და ყველა რელიგიის ხალხი არის ამ ქვეყნის მოქალაქე. ხო, ისლამი არის მაგალითად საქართველოს რელიგიაც მათ შორის და ეს მუდმივად მტრის ხატად წარმოჩენა რელიგიის არის ნამდვილად დიდი შეცდომა და მუსლიმებს ყველაზე დიდ ჭრდილს აყენებს და არ აღიარებას რომ თითქოს არ ხარ რაღაც ღირსეული მოქალაქე ამ შენი რელიგიის გამო. ახლა არის ხომ ხალხი რომ ესე იგი სხვანაირი წარმოდგენა აქვს მაგალითად ისლამზე, სხვანაირი წარმოდგენა აქვს მაგალითად ქრისტიანობაზე. ასეთ ხალხთან საუბარი უფრო ძნელდება და ადამიანი ესე იგი შეგნებული ადამიანი, განათლებული ადამიანი არასდროს ესე იგი არც ერთ რელიგიას შეურაცხყოფას არ მიაყენებს. ჩვენ თუ შენი რელიგია ვიყავს, მე ჩემი ვიყავს და არც მე შენ არ მოგაყენებ შეურაცხყოფას და მიწვევა. ჩვენ მივდივართ ვაჟა ვანაძის სახლში ხა და სწორად მივდივართ, ხო?
ასე უნდა დავუაროთ? სოფლის ხურდინა დაინტერესებული მასალაზე. ნეტა იცოდეთ როგორ აინტერესებან. მაგრამ როგორი რთულია ეს დიდად არიცი. გარომანტიზებული. აჰა, ბოთქე როგორ აინტერესებან. ეს არის ერთ-ერთი ატრიბუტი ლოცვის და ღმერთმსახურების და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც ზარების რეკვა. აი ამდაგვარია მოუხმობელ ლოცვას და სხვა არანაირი დანიშნულება და არანაირი საშიშროებას ეს არ შეიცავს. ესე ვცხოვრობ ჩვენ, ეს უცხო არ არის საქართველოს ეს საქართველოს მიწა. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ეს ხმაც აქაური და ავთენტური. რა თქმა უნდა. ეს არის სარწმუნოება და ამას ჩვენ ვერსად ვერ წავიღებ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ არსებობენ მუსლიმები, არსებობენ მართლმადიდებლები და არსებობენ კიდევ სხვა ბევრი კონფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ვცეთ ერთიმეორის წარსულსაც და მომავალსაც პატივი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის აქვს ჩვენი კუთხისთვის ძალიან დიდი წვლილი სწავლა-განათლებისა და რელიგიის შესწავლისა და განვითარების მხრივ. ისკენდერ ფენდი იყო უნიკალური პიროვნება, განათლებული სტამბოლში მიიღო განათლება. იქ შესთავაზეს, მერე დარჩინა და იქ არ დარჩა. აქ ბორდომში ამოიყვანეს ეგ ხოჯა. რომ შემოვიდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და ხეს რომ უნდა მივიღოთ განათლება, ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია, ეშინოდა ხალხს. ეგონდნენ რომ ეს ნიშნავდა რჯულის გამოსვლას, ეს ნიშნავდა რაღაც უბედურებას. ხალხთან სწავლა-განათლების ორგანიზებაში ეხმარებოდა ამ საზოგადოებას. თუ არ ეტყოდა ეს ხალხი, ისე მაგათთან არ შევიდოდა და არ ისწავლიდა. უაღრესად განათლებული იყო, ფლობდა ინგლისურს, რუსულს, ფრანგულს, თურქულს, არაბულს. 88 წლის გარდაცვლილი. თითქმის საუკუნეა რა. ანუ ქვეყანაში ყავს ძალიან ბევრი მუსლიმი საზოგადოება, რომელსაც დიდი როლი აქვს ქვეყნის ძალიან დიდი და რომლებიც არ ჩანა. სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის წევრები, რომლებსაც დიდი როლი აქვთ აჭარის დანარჩენ საქართველოსთან შეერთების პროცესში და მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი და მათი ეს შრომა ჩანდეს ქართულ საქართველოს ისტორიაში. ეს უფრო ხილვაც და ნათელს გახდის, რომ ამ ქვეყნის რეალურ მშენებლობაში, საძირკველში სწორედ ეს ადამიანებიც იყვნენ. ვინ შეინარჩუნა ეთნოსი, ვინ შეინარჩუნა სარწმუნოება, რელიგია, ენა და რა თქმა უნდა მამული. და მხარე და კუთხე და დღეს ამ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, ჩვენ უნდა მიგვიღონ და შეგვიყვარონ და ჩვენც უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ერთი მეორე თავისი კულტურით, თავისი ადათ-წესებით და თავისი რელიგიით. კარგი იქნება თუ შევისწავლით, რა თქმა უნდა, ერთი მეორის რელიგიას, თუ შევისწავლით ერთი მეორის კულტურას და ადათ-წესებს, ჩვეულებებს და პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. საერთოდ ისლამზე არვინ არ ინტერესდება. უბრალოდ სპონტანურად ასე იტყვიან, რომ ისლამი ეს არის ჩამორჩენილობა, სიბნელე, ტერორიზმი. ანუ რაც ცუდი არის, ყველაფერს აწერენ მას, არა და ისლამი შესასწავლია, უნდა შევისწავლოთ. მე რამოდენიმეჯერ მაგალითად ბიბლია მაქვს წაკითხული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან რჯული გამოიცვალა ან რამე, რატომ არ უნდა იცოდეს სარწმუნოება. ერთმანეთი უნდა ვიცოდეთ, ერთმანეთისა ვიცოდეთ. ვიცნობდეთ უნდა და ამის მერე აღარ შეგვეშინდება ჩვენ ერთი მეორის. ის მუსლიმები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში საჯარო სექტორში, ან რაღაცა პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან, რომლებიც არიან მუსლიმები, ხო? რამდენად აღიარებენ ამას თამამად? ეს გამოიწვევდა მათ დაცინვას, აბოჩად აგდებას. ამას სახელმწიფო არ იცავს. იმ დონეზე რომ დაუშვათ რაღაცა, ესე იგი თუ ეს არის მორალური შეურაცხყოფა ადამიანზე. ხშირად ამბობენ, რომ ეს ქართველი არ შეიძლება იყოს მუსლიმი, იმისათვის რომ ქართველი იყო, ღირსეული ქართველი იყო, ეთნიკურად ქართველი უნდა იყო და თან მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხო? ჩემთვის გაუგებარია, მართლა გაუგებარია. ვერ ხვდები რა შუაშია ეროვნება სარწმუნოებასთან. სარწმუნოება არის მისი, ვინც მას იწამებს. შეიძლება არაბი იყოს ქრისტიანი და არიან კიდევაც. ამ თურქი არიან ქრისტიანები რამდენიც გინდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. ყველა ეროვნებაში ყველანაირი სარწმუნოების წარმომადგენელი იქნებოდა, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. უნდა მიგვიღონ ჩვენ როგორც თანასწორი და ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს ან რაღაც დამნაშავეთ ვიღას წინაშე, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ. მე ვიცი რომ დასამცირებელი და სასირცხო არაფერია, მაგრამ არიციანი მან
ვინც ამას ფიქრობენ, რომ ეს ასეა. ძალიან დიდი შეურაცხყოფა არის, როცა თათარს გიწოდებენ, ეს იმის გამო, რომ შენ ხარ მუსლიმი. თქმა თუ მე ვარ ისლამის წარმომადგენელი და მუსლიმი, მეშინია რომ რაიმე არ გამოიწვიოს ინციდენტი. ამას პლუს არ შეგიძლია რომ რაიმე გააკეთო. შიში კი არა, აქ შიში არაფერ შუაში არ არის. ჩვენი ხალხი უფრო მეტად დამთმობი და მომთმენი არის. ჩვენ თავის დროზე თურქები არ აგვირჩევია ჩვენ. აგვირჩევთ ჩვენი ძმა, ჩვენი ქრისტიანი ქართველები და ვართ იქ და ვიქნებით კიდევ მუდამ იქ. ისლამი აჭარაში თვალუხილავია, რატომღაც დაფარულია. არც ერთ მიმანიშნებელზე, მიმართულების მაჩვენებელზე თუ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც შეგხვდა შუახევის ცენტრიდან აქ ამოსვლამდე, არ იყო მითითებული ეს, რომ აქ იყო ეს უნიკალური მეჩეთი. იყო სხვა, მაგალითად, ციხეები, მაგალითად, ეკლესიები, ხიდები და ასე შემდეგ. ხდება წარწერები, აი ნაეკლესიარი მაგალითად, ანუ იქ შენობა კი არ დგას, ძველად იყო ეკლესია. აი ამ მინიშნებას ვხედავთ, მაგრამ ახლა და აქ, როდესაც არსებობს შენობა, ხო, მეჩეთი, არც დანგრეული არ არის, არც მეჩეთებიც არ არის. საუკუნოვანი ისტორია აქვს, თავისი ღირებულებით ქართულ ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება, აი მის მიმანიშნებელს ჩვენ ვერ ვხედავთ. ალბათ ეს ერთ-ერთი კვალიც არის იმისა, რომ დომინანტი არის აქ მართლმადიდებლური სარწმუნოება. აქ კი არა მარტო საქართველოში მთლიანად. დომინანტი სარწმუნოებები არ უნდა არსებობდნენ და ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლება. და ბაზილიკა ქართული ხო არ არის? ბაზილიკა სადაურია. რომაული ის არის ტიპია, რომელიც ქრისტიანობა მაიღო და ასევე იყო ისლამშიც. ანუ ისლამი არასოდეს არ არის, რომ აი რაღაცა ერთიანი ისლამური სტილი არსებობს, არ არის. ყველა ეს არქიტექტურული ძეგლი ეფუძნებოდა თავიანთ ლოკალურ ტრადიციებს. ამითია ძალიან საინტერესო ზუსტად ეს ისლამური ძეგლები და პირდაპირ შემიძლია აპრიორი გითხრათ, რომ აჭარული ხის მეჩეთები არის ნამდვილი ქართული ფენომენი, რადგანაც ის დაფუძნებულია ქართულ მხატვრულ ხედვაზე, რაც ზოგადად ახასიათებს აჭარის, მაღალმთიანი აჭარის განსაკუთრებით ხითხოვრობის ხელოვნებას. გარედან ეს არის ტიპიური აჭარული სახლი და თუ არ შეხვედით შიგნით და არ ნახეთ ის მინბარი, მიჰრაბი, თქვათ ის ქიბლა, ვერ მიხვდებით რომ ეს მეჩეთია თავიდან, ხო, გარედან ვიზუალურად. შემით ლაზების მოხატული და გაკეთებული ეს. ჯერ ხელი ვინმეს ამაზე არ მუდები. რაც გაკეთდა იმის მერე. შეინარჩუნა იმ პერიოდში, როცა საწყობად ჰქონდნენ თუ არა, ეს თაშილი იქნებოდა. იმით გადააჭა. კანტორაც იყო ცოტა ხანს საწყობიც იყო. ამიტომ გადააკეთეს საწყობად, რომ ეს ადეშალე ცოტა ჯამები არ დაშილა იმ პერიოდში. კარტოფილი დალბოა. ინდანარფანი კარტოფილის ჩამოსული ნაჟური. ხო, და ეს არ გეწმინდა, გავხეხეთ სახეხეთელი, მაგრამ ვერ გავწმინდა იქაც არის. მაგრამ გადავგრამ გეძებერასკა ეს ისინი ნახატები წეიშლებოდა, მე მაშინ აფასება აღარ ექნებოდა. ღირებულებას დაკარგავთ. და მე წინამძღოლი მაშინ ჩემამდე იმით მუშაობდა. მაგას გამოტანილი გეკრასკანა და რომ ჩვენ გავკრასკო ჩვენ აშმინდამ ხელი წავაკავთ ამას. აჰა. მაშინ მასე დაიჭა. ახლა რომ წამოდოდა იქიდან კრასკა, მე მითომ არ ვქენო ეს ნახატები ანტიკვარები წეიშლებოდა. თუმცა გავაჩერეთ ეს პოზიციაში და სათურან გათვლა გასკეს პადვალი დაგვეხმარენ ჩამოასხით თქო და რამდენი სადიკველიც გამოჩილი ქონდა. ეს ახურავი გადაიხურა, სოფლის მით გადავყურეთ და სოფელმა დაგეხმარათ? და ეს ახლა ჯეშტი მუტანელი ასაკელი ქონდა და აღარ ვაკეთე. შემოალობა ეს არის რომ ამჯამეს ამე ცუდია არ მიგუკეთოს. გაიქნება თუ აღადგენდა გასკებს იმას შევანარჩუნეთ, ამას რესტავრაციაზე იმაზე მაგრამ არ ვიცი, თელია ხან ერთი მოვა ხან მეორე, მაგრამ ასე არის. როგორც ასე სახელმწიფომაც უნდა ჩადგეს, რაიონი იქნება თუ ეს ვინც არ იქნება თუ მარტო ერთი კაცის წესი ნათქვამთა თუ გინდა ერთი სარწმუნოებით არ გაკეთდება ეს. როგორც ახლა ქრისტიანულ სარწმუნოებში ეკლესიას და იმას აკეთებენ, ამშვენებენ, ასე შეიძლება ესეც სახელმწიფო დონეზე დაჯდეს და გააკეთოს სახელმწიფო. ეს სასწორ
სწორი რატომ არის გამოსახული ესე სხვა ჯამებში არ მინახავს? სასტორი გამოსახულია ბოლოს ასე უნდა აიწუნოს ჩვენი ქადაგება. თუმცა საფლიოში და ყველგან ეს ქადაგება ყოველთვის აი არაბულ ენაზე. ქართულ ენაზე ჩვენ მათ შეგვიძლია იგი რომ გამჭირმეს ჩვენი ენით შევედოთ რაც ჩვენ გვინდა დამთელობა ოჯახის სიკეთე ან რაღაც ბავშვი დაბადება რამე თუ გინდა დაწერილი უნდა არაბულად უნდა იქადაგოს ადამიანმა და ამის მიზნით ამიტომ არის რომ ამობენო მithom ეს გადმონაშთია თურქეთის თუმ იმათ შეასწავლეს და იმათი ხრით ქადაგებენ მაგრამ ეს არის არაბული არა თურქული მე ვერ თურქულა ვერ ვკითხულობ რამეს და ქადაგებ მე ვიცი არაბული მათი მილოცულობდა და რომ უშლიდნენ და მალულად ლოცულობდა იმით ვისწავლეთ რომ მე როგორც ასეთი სკოლაში და იმაში არაბული მასე აწევს თვით რასწავლებით გამოვდივალ მე ინტერესით ხო ქრისტიანული მასე შევდიოდი მაგრამ აღზარული არა არაბისთვის თუ გინდა ხა ქრისტიანები აქაცაა იმისთვის აღზარული არა ოღონდ ჩამოვიდეს და ხელი არის დაიკავოს გამჩინარნეს შევედროს იპოვე ბრძენი და ეძიე შესაძლებლობა ცოდნის მისაღებად. დრო უკვე დასასრულს. უახლოვდება, რასაც ნიშნები გვამცნობს. ეცადებ მოთოკო სურვილები. მოთმინების ბოლო სასუფეველია. რა გაიაზრე, ჰეი გაკვირებულო, ეს ცხოვრება შენი საპატორონებელია. გინდა ჯამეში შედიილოცე, შედი ეკლესიაში ლოცე. ამას რა განსხვავება, რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა მე შეიძლება აქ ახლა ეკლესია ვერ ვნახო და ჯამეში შევიდე. შეიძლება არ ვიცი ლოცვა, მაგრამ უბრალოდ ხურდაც რომ ჩავყარე, ეს ხომ რაღაცა გავაკეთე. ანუ თქვენ ამ სოფელში ხართ მონათული ხართ და მეჩეთშიც მიდიხართ და იქ შესაწირს წიგნი. ყველა რელიგია მსახურება მაგრამ მე შენ თავარი აქ წამდეს. ამას რა მნიშვნელობა და სადიქნი. თქვენ ერთმანეთისთვის რა ხართ? მამაშვილი. მამაშვილი ხართ? თქვენ მუსლიმი ხართ და თქვენ ბრძანდებით ორივეს ემსახურე. ორივეს ემსახურებით თქვენ. ან ესე მუსლიმად ან ქრისტიანად და მე ვოლე მაგალითად ქრისტიანი მყავდა. და ჩემი რაჭველი იყო წარმოშობით რაჭველი. ძალი მერელი ძალი მყავს. თქვენ თავიდანვე მოინათლეთ ქრისტიანად თუ როგორ გადამიხადეთ? გვიან გადავწყვიტე ნუ ეს იყო ასე სურვილიც მქონდა და ბებია ჩემი იყო 90 წლის ქალი და რომ უთხარი არ გაკვირვებია როგორც გინდაო ეს მუსლიმი იყო ბებია თქვენი? ბებია მაგრამ მან იცოდა რომ ეს ახალგაზრდებს როგორც გინდათო ეს აღარით არის საკეთნაამბობა არ გაუწევიათ რომ ხო ქრისტიანთან ქონდეს კავშირი ურთიერთობა არაფერი არა ის არ გაკვირებიათ არას ყველანაირად ყველა იმას ემსახურებოდნენ და იცოდნენ იმ ძველმა თაობამ უფრო უკეთ იცოდა მე მგონი სარწმუნოების მხრივ ყველაფერი მათ უფრო უკეთ ესმოდა თქვენ ოჯახში დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ მაგალითად? ჩვენ ორივე საუბრობთ აღდგომის დღესასწაული აღდგომაზე რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებთ ბაირამზე შესაწირია არის რამაზნის ბაირამი, არის ყურბან ბაირამი. ორივეს ჩვეულებრივად ორივეს ემსახურებთ ჩვეულებრივად. როგორც წესი და რიგია ისე. არაფერი იქ ან ისე ან ასე არ. არც არავის არ უყვის დღეს. ეს ყოველთვის ასეა. ეს წამოსული ჩვენი ოჯახი ასე იყო და იმას მიყვებით բոլოდ. ყურბანთი უნდა დაკლას ეს შესაწირია ყველასთან. გინდ ქრისტიანული იყოს, გინდ მუსლიმი. ამას არა აქვს მნიშვნელობა ქრისტიანებიც აკლავენ და წირავენ ახლა და ეს ხორცი ურიგდება უპოვარებს, კრივებს, მრავალ ეკლესიებში ქრისტიანულში კლავენ, ნუ შეიძლება არ დაკლან, მაგრამ უშვებენ იმას, ნადირი შეჭამს ადამიანი. ამ მნიშვნელობა აქვს შესაწირი ყველასთვის უნდა იყოს, ყველაზე უნდა იყოს. მე ასე ვიცი, ეს ასე იყო ოდითგანვე. ისტორიას როგორ ასწავლიან ბავშვებს? მაგალითად, ხშირად წერია მუსლიმი დამპყრობელი, ხო? და შესაძლებელია ეს უხერხულობას იწვევდეს მოსწავლეში, რომელიც მუსლიმია, იმიტომ დამპყრობელი შეიძლება სხვადასხვა რელიგიის იყოს. არა მხოლოდ მუსლიმი, შეიძლება მართლმადიდებელი იყოს, ხო, როგორც რუსეთშია მაგალითად და ბავშვები თვითონ ეხლა ხომ რუსეთია დამპყრობელია. თვითონ ბავშვები აკეთებენ და რა თქმა უნდა ეს ასეა, ხო? შედარებას ვაკეთებ სოფლიო ისტორიაზე. იქაც არის, იქ არიან იქ ყველა ხომ მუსლიმი არ არის, არა ქრისტიანებიც არიან. მაგალითად არიან იქაც ისეთი სახელმწიფოები, რომ ცდილობენ
სხვაზე ზეგავლენა მოახდინოთ. ახლა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ესე ერთიანობისთვის, აი ეს რომ არ გვიძახო რომ შენ მუსლიმი ხარ, შენ ქრისტიანი ხარ, შენ სალოცავი არ გეკუთვნის, შენ გეკუთვნის. ეს ერთიანობისთვის რა არის მნიშვნელოვანი? ან თუნდაც ამ სოფელში აი აქ ესეთი მრავალფეროვანი სოფელი ხართ თქვენც. აქ სოფელში არის ერთიანობა. თამარის დროშა გაშალესო და იმ თამარის დროშის ქვეშ რამდენი ქართველი ყველა ეროვნება მაგას არ ქონდა მაშინ თავარია ერთად ერთი დროშის ქვეშ ყოფილიყავით ყველა. ეს არის ეხლაც ეს არის მე მგონი მთავარი რომ ერთი დროშის ქვეშ ვიყოთ ყველა. ქართულ ჯარში ყოველთვის ორივე ყველა რელიგიის მატარებელი ადამიანი იყო. ჩემი მეუღლე ქრისტიანი იყო, მეთქი აქ დავასაფლავე, დასაფლავი აქ არის საერთო საფლავოზით. არა ვიცი ისეთი წინააღმდეგობა რაიმე არ ყოფილა ქრისტიანმა დავასაფლავეთ რა თქმა უნდა. თქვენი მეუღლე ხო? საერთო სასაფლაოზე დაასაფლავეთ? საგვარეულო საფლაო გვაქვს ზევით შეთავაზა. გაღმარო ვიყავით იქიდან პირდაპირ ჩანს. და ის არის ამ სასაფლაოზე ქრისტიანებიც არიან დაკრძალული და მუსლიმები. ქრისტიანი მარტო ჩემი მეუღლეა, დანარჩენი ყველა მუსლიმია. ხო, მაგრამ არავით არის წინააღმდეგობა არ ყოფილა. გორჩანს ესე იყო მუსმის garaშე გაკეთებული ალათა. Allahu Akbar. Allahu Akbar. Allahu Akbar. ბორჯღალო არის გამოსახული. საინტერესო ორნამენტებია. საბჭოთა კავშირის დროს იყო თამბაქოს ჩაბარების ადგილი. ერთ კაცმა იდავა სულიკა დავითაძემ. კომუნისტების დროს მას დააშლივიეს ძალით და მემრე მან გააკეთა რაც თუ არსებულია გაკეთებული. ამნაირი მოხატული იყო ყველა. 250 წლის არის რა. მეხსენებათ რეზო დავითაძის ოჯახში გლოვის დღეა. ბატონ რეზოსი ძალიან თული პერიოდია, იმიტომ რომ აქტიურად მან ორჯერ მოუწია მეუღლესთან გაშორება. ისეულად დამიდგა გვერდში. ჩემობლებს ეპატრონ, შვილიშვილებს ეპატრონ და იმას საკუთარი შვილები უთუნდათ. ჩემი ოჯახის გურჯი იყო, ხოზი იყო და რასაც თუ მე მაკეთებდი და რაც შემეძლო მქონდა კაცობა, მხოლოდ მაგისი დასახურებით, მაგისი გვერდის მდგომი. უმეტმა ჯერნეტი მოგდე. ამინ, ამინ. ისმინა ამინ. დიდი მადლობა მინდა ვთქვა. შენიდან ბევრი რამე ვისწავლე მე და ამისთვის დიდი მადლობა შენ. სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა გქონდა სოფლის ცხოვრებლებთან და იმ ყველა კულტურის მუჟაკთან ისთანაც იყო წლების მანძილზე ბატონ რეზოსთან ერთად უკეთილშობილესი ქალბატონი, ძალიან კარგი მეზობელი. არ მახსენდება ისეთი რა, სოფელში რამე მომხდარიყო და ეს ქალბატონი გვერდში არ დამდგარიყო. ყველას გვერდში მდგომი, ყველას გულშემატკივარი და უკანასკნელ გზაზე ვუსურვებდით იმას, რომ ღმერთმა ნათელში ავყოფოს. ამინ. მე არასდროს უარი არ მithvons ჩემს სარწმუნოებაზე, ისევე როგორც ჩემს მოდგმაზე. მე ვარ ქართველი, სულით ქართველი ვარ და მორწმუნე ვარ ღმერთი ერთისა. თუ ემსახურებით გამჩენელ ღმერთს, ალლაჰს ვემსახურებით. როცა ეზოში შემოვდივარ, როცა მეჩეთში შემოვდივარ, ღმერთის სახლში შემოვდივარ
და როცა ვდგები ღმერთის ქააბეს მიმართულებით ღმერთს ველაპარაკები თხოვ სოფელი კარგად იყოს ჯამთელად ვიყოთ ღერძელად ვიყოთ შვილები კარგად ყვავდეს ბადიშები კარგად ყვავდეს სოფლის ცხოვრება კარგად იყოს ქართულო კარგად იყოს მტრები არ ყვავდეს და ასე ლაფერს ვთხოვთ ეს მეჩეთი აშენებულია წინაპართა გადმოცემით 1874-75 წლებში ლაზი ოსტატის ალი ბინ მუხამედის მიერ სოფლის მოსახლეობა ეხმარებოდა და რაც მოხატულობა, რაც ფიგურებია, რაც ჩუქურთმებია, ყველაფერი ოსტატების გაკეთებულია. საბჭოთა ხელისუფლების დროს კოლმოვნების ქონება ინახებოდა და საწყობად იყო გამოყენებული. იყო დრო, რომ თამბაქო ნედლეულისთვისაც, თამბაქოს დამზადებისთვისაც გამოიყენებოდა. თამბაქო იყო დაწყობილი დროებით. როცა დაიშალა კომუნისტური პარტია 88-90 წლებში დაიშალა ძირითადად მაშინ ეს კარებიც გაიხსნა ცოტა რესტავრაცია მივეცით და დაიწყო აღსარება რელიგია დღეს თავისუფლების დროს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ გვაქვს უფლება რელიგიური აღსარება ჩავატაროთ ჩვენ მუსლიმანებმა მუსლიმანურად ქრისტიანებმა ქრისტიანულად და სხვა რელიგიის აღსარებლების ხალხმა სხვა თავისი რელიგიის მიხედვით ყველას გვაქვს თავისუფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ რომელიმე სარწმუნოებას გლახად გავიხსენიოთ, აუგად მოვიხსენიოთ და ჩვენა ვართ და სხვაო არასდროს არ ვიტყვით მაგას. ყველას ღმერთის მიმართულება აქვს. სოფელში ახალგაზრდობა თავის გზას ადგას ჩემი ხნის ხალხი და ჩემზე უფრო ერთი თაობის ქვევით ხალხი მუსლიმანურ სარწმუნოებას მივსდევთ და ბაირამებსა და ჯუმა დღეებს, პარასკევ დღეებს აღნიშნავთ ახალგაზრდები თავისებურად აღდგომას აღნიშნავენ და თავისებურად ქრისტიანული რელიგიის დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. არც ისინი გვიშავებენ ჩვენ არაფერს, არც უშავებთ ჩვენ მათ. გვაქვს მეგობრული, მეზობლური დამოკიდებულება ყველა. ახლა თუ ყავს ამ მეჩეთს მნახველები თუ მოდიან ხოლმე? კი, მოდიან, რა არ მოდიან, სოფელში ამოდიან. ყველა ამბობს კარგი შენობაა, ლამაზი ნახატია, ლამაზი ჩუქურთმებია. ბევრ ნაწილში დავინახეთ, რომ ინგრევა ეს ჭერი. რამდენიმე ადგილას ნახრეტებიც აქვს, ჩამონგრეულია, წვიმების დროს წყალიც კი ჩამოდის და აზიანებს ამ ჭერს რა უნდა გაკეთდეს, რომ გადარჩეს. ამ უნიკალური შენობის, რომელიც ძეგლია, არა მარტო სამუსლიმანო ცენტრისთვის, არამედ ყველასთვის სოფლის ძეგლია და ძეგლი შენახული იქნას, ეს შემდგომის დონეზე უნდა გადაწყდეს, საერთოდ ადგენილება უნდა გამოვიდეს. თითქმის ყველა სოფელშია მეჩეთი იყოს მისანიშნებელი. ბევრ სოფელში ჯვარია, ბევრ სოფელში ერთ სოფელში ჟეჟეობით აქ ეკლესია არ არის და ეკლესიაც რომ იყოს, იმასაც უნდა კონდეს თავისი გამოსახულება და თავისი მაჩვენებელი. ხო, საინტერესოა, რომ ცხოვრების სტილი ისეთია ამ სოფელში, ესე იგი, რომ თქვენ არ ხართ წინააღმდეგი, რომ იყოს აქ ეკლესია, თუ მრევლი იქნება. ან მღვდელი და მეორე მხრივ რომ იარსებოს და იფუნქციონიროს მეჩეთი, ხო? როგორც რა თქმა უნდა, ერთიც იყოს, მეორეც იყოს. ისიც ღმერთის სახლი იქნება და ისიც ღმერთის სახლი იქნება. დამთვალიერებელი მოვა იმასაც დაათვალიერებს, ამასაც დაათვალიერებს. ვის სად უნდა იქ შევა და იქ ილოცავს თავის ჭკუაზე, სადაც უნდა. და მე უკვე ნელ-ნელა პატრონობით იშლება. 2008-ში ჩამონგრეულა საბოლოოდ. და სტატუსი 2006-ში მიენიჭა? და სტატუსის მინიჭების შემდეგ დაინგრა. ახლა ამას გინდქონია ძეგლის სტატუსი გინდა რა. როგორც ჩანს 1-15 წლის მერე შეიძლება აქაც სასაფლაო გაკეთდეს. ეს ქვებიც აღარ დარჩეს, არ ვიცი. ამან გაუძლო რეპრესიებს, რომ აღარ გაუძლო 2000-იან წლების უპატრონობას. თუ არ იქნა რესტავრაცია გულების მაგალითად დოლოგნის
ზვარის მეჩეთების ამის ფეც გაიზიარებენ დანარჩენებიც. რაც შეეხება ისლამს ქედაში ორ რელიგიას შორის ცხოვრება აქ ჩვეულებრივ ამბად იქცა. ძალიან ჰარმონიული თანაცხოვრება გვაქვს. რამდენიც არ უნდა ეცადოს გარეძალებმა აქ რელიგიური სახით რაიმე ელემენტარული კამათიც კი არ წარმოიშვება. მიუხედავად იმისა, რომ აღარა შეიძლება ადამიანი მუსლიმი პატივისცემა შენარჩუნებული აქვს თავიანთი ბებიების, დიდი ბებიების და ბაბუების რელიგიის მიმართ. საქართველოს მართალია მისი ისტორიის საწყისიდანვე განიცდიდა უცხოელ დამკვირვებელთა შემოსევებს. ქართული კულტურა ყოველთვის რჩებოდა ქართველი ხალხის საკუთრებად, რადგანაც არც ერთ დამკვირვებელს, რომელსაც კი ამ მიწა-წყალზე უთარეშია, არ შეეძლო უფრო მაღალი კულტურა მოეტანა სწორედ ამ ეროვნულმა ძირმა, მემკვიდრეობამ და თავისთავადობამ შეაპირობეს ქართული კულტურის თანდათანობითი ამაღლება ამ დონეზე, რომ მე-11-12 საუკუნეში წარმოადგენილიყო ვეფხისტყაოსნის დიდ კულტურად. ესე აყალბებენ ისტორიას რეალურად. არადა საქართველოს ყოველთვის იყო იმ ქვეყნად, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების კულტურა მუდმივად გავლენას ახდენდა. ამდენიმე ჩეთში ვიყავით და ყველგან ვამბობდით, რომ თუთუნის შესანახ საწყობად იყენებდნენ მეჩეთებს. დღესაც თუთუნის შესანახად აქვთ ნაქცევი მეჩეთი. მეჩეთის მეორე სართული. ძეგლის სტატუსი გინდა აზრი. იმიტომ რომ ყველაფერი ღირებული წაშლილი. კინქელახ ჩატარებულა და კინ კადანტიკი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო აქ მცხოვრები ხალხის, ღირსეული ქართველებისა და მოქალაქეების დანახვა, როგორც ამ სახელმწიფოს ღირსეული ნაწილის და თანამოქალაქეების თავიანთი რელიგიითა და თავიანთი კულტურით. ზენდიჩი განადგურდა, დაბაკედაში განადგურდა, აკუცაში აგიდი. ის შედარებით მოგვიგია მაშინ რომ ნახე. სადაც შენარჩუნებულია აქ ამ რაიონში მაგალითად ამოვლილი იმ სოფლების მაცხოვრებლების დამსახურებაა ვიდრე სააგენტოს. მაგალითად ცხმორიში ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ სააგენტოს დამსახურება არა ასე მოვლილი, ადგილობრივი მრევლი დიდია და ისინი ვლიან გეგელიძეებში ასევე. და მეორეც ჭინკაძეების მეჩეთი პირველი სოფელია ქედაში. ძეგლის სტატუსს ატარებდა. შენარჩუნების მიზნით ტარდება რეაბილიტაცია, მაგრამ კარგავს იერსახეს, გადაღებილია ეს ჩუქურთმები, მეტალოპლასტმასებია ჩასმული. მეტალოპლასტმასები ჩასვეს გეგელიძეების ულამაზეს მეჩეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოვლილია ამ რაიონში, ძალიან მოწესრიგებული ისტორიული მეჩეთი, მაგრამ ამ მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა დაამახინჯა მისი იერსახე და იერი შეუცვალა ძალიან. სამცხე-ჯავახეთშიცა საშინელ მდგომარეობაში მეჩეთები იქ ვერ მოვთხოვთ ადგილობრივებს მოვლას, იმიტომ რომ ის ვინც აშენა ის მოსახლეობა რეპრესიებს შეეწირა საბჭოთა 54 წლის და იქ არამუსლიმ მოსახლეობა ცხოვრობს. ამიტომ იმის თქმა რომ რახან აქ მრევლი არაა და ეს მეჩეთი უნდა განადგურდეს, არასწორია. ეს უნდა შენარჩუნდეს როგორც ჩვენი ისტორიის ნაწილი. ჩვენ გქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც დავწერეთ განცხადება და ვითხოვდით სოფელი ჯაბნიძეების მეჩეთისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ძეგლთა დაცვის აჭარის სააგენტოში. ერთ-ერთ ხელმომწერს დაურეკეს და უთხრეს, რომ ეს მეჩეთი იყო ეკლესიის ქვებით აშენებული და როგორ შეიძლებოდა მისთვის მოგვეთხოვა ძეგლის სტატუსი. თითქმის ყველა მეჩეთზე, შუახევში თუ ქედაში ამ ნარატივებს იყენებენ, რომ ეს მეჩეთი აშენებულია ეკლესიის ნანგრევებზე და ამით ცდილობენ ძალიან ცუდი და ნეგატიური განწყობების შექმნას საზოგადოებაში. ესე ძალიან ცნობილი და კარგად შესწავლილი საკითხია მსოფლიო ხელოვნებაცოდნებაში. ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანული ტაძარი აშენდა წარმართული ტაძრის ადგილას. ძალიან ბევრი ქრისტიანული ტაძრის ადგილას შემდგომ იმ ქვეყნებში შენდებოდა მეჩეთები. ანუ ეს ხშირ შემთხვევაში იყო გამოწვეული იმით, რომ აი ეს ყველა სამლოცველო რაღაცა გარკვეულ წმინდა
ძალების კონცენტრაციის ადგილია, ესე აღიქმებოდა ყოველ შემთხვევაში და ესეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. იუპიტერის ტაძარი მაგალითად რომში იყო ყველა წმინდანის ტაძარი, რომელიც მე ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა, იგივე დამასკოს მეჩეთი, რომელზეც მოგახსენეთ დამასკოს მეჩეთის ადგილას მანამდე იყო ქრისტიანული ბაზილიკა, სადაც იოანე ნათლმცემლის თავი იყო, მაგრამ თვითონ ეს ბაზილიკა თავის დროზე აშენდა წარმართული ტაძრის ადგილას. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. ეკლესიების ადგილზე თუ აშენდა მეჩეთები, რატომ აშენდა ხით დაუშვათ და იმ ქვით არ აშენდა მთლიანად. და მეორეც, რამაც ეს ეკლესიების და მემკვიდრეობის განადგურება გამოიწვია, ის იყო მოულელობა და უპატრონობა. იმიტომ იმისგან გამოწვეული, რომ იქ აღარ დარჩა ქრისტიანი მრევლი. და ისლამიზაციის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ეკონომიკა. იმიტომ რომ მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობდი თუ იყავი მუსლიმი ოსმალეთის იმპერიაში. შეიძლება ყოფილიყო ძალადობის შემთხვევა, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ მასიურად ამოწყდა, მაგალითად ამ სოფელზეა ასეთი ლეგენდა და ზღაპარი პირდაპირ ვიტყვი, რომ 700 კომლი ცხოვრობდა და მხოლოდ 2 ოჯახი გადარჩა. ანუ არ გვაქვს ჩვენ არანაირი ისტორიული დამადასტურებელი წყაროები, რომ იყო ასე და როდესაც ჩატარდა აღწერა ზემოაჭარის ოსმალთა დავთვრებში, მთელ ზემოაჭარაში არ იყო 900 კომლი და როგორ შეიძლება სოფელ მერიში ყოფილიყო 700 კომლი და რასაც გადავხედეთ, იყო 50-მდე კომლი მხოლოდ სოფელ მერიში და არანაირი 700 კომლი არ არსებობდა. ხო შეიძლება სადმე აღმოჩენილი იყო ამ თამოკვეთილი ადამიანების მასობრივი სამარხი და მეორეც თუ მთელი სოფელი გაწყდა, საიდანაა დღეს მოსახლეობა აქ მუსლიმური კვლავ და ისტორიაზე ამბობს ლეგენდა უпростоრად ბოდიში, რომ დასახლდნენ სხვა რეგიონებიდან, როცა გაწყდა და სხვა რეგიონებიდან როცა ჩამოვიდნენ, რატომ არიან დღეს ეს მოსახლეები მუსლიმი, რატო არის? ველა ხევლე ველა ყუვეთე იულა ბილაჰი ლალიუ ღაზლი. ქართულად დაწერილი არაბული ლოცვები არის დაწერილი. ადრე ესე არაბულის კითხვა არავინ არ იცოდა თითქმის წერდნენ ესე ქართული ასობგერებით და ასე სწავლობდნენ ლოცვებს. ჩემთანაც არის ჩემს ოჯახში ესეთი პატარა წიგნი. დამაწერია ნენემ. ვიღაცას დააწერია თავისმა ბებიამ. წერია რომ მადლია ამის კითხვა. დაახლოებით 30 წელია მუშაობ ისლამურ ხელოვნებაში. ჩემი გუნდით, რომლებმაც დაიწყეთ სწავლება, საერთოდ ამისი და პროფესიონალურ დონეზე შესწავლა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ისლამურ კულტურას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ზოგადად ქართული ხელოვნების განვითარება ცხოვრებაში ზოგადად ისლამს, გამომდინარე ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან. ისლამი არის უნივერსალური რელიგია, რომელიც მართალია არაბულ სამყაროში ჩაისახა, მაგრამ მერე ის გავრცელდა ჩინეთამდე მივიდნენ და აგერ ანდალუზიამდე დასავლეთში და ყველა ქვეყანაში ისლამურ მეჩეთებს ჰქონდათ თავიანთი ინდივიდუალური გამორჩეული სახე. ირანში არის სრულიად სხვანაირი მეჩეთები, ოსმალეთში იყო სრულიად განსხვავებული ტიპი მეჩეთების და ჩვენი განსხვავდება ეს არის ისლამში ერთ-ერთი ისეთი ძალიან სახასიათო ნიშანი. არ შეიძლება ამაზე საუბარი, რომ ეს არ არის ეს არის ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ ეს დავიცვათ და შევინახოთ მომავალ თაობებს და ამისგან არ გადავაქციოთ რაღაცა პოლიტიკური ფარსი, როგორც ხდება ხოლმე ძალიან ხშირად სამწუხაროდ. არ მაქვს განცდა, რომ აუცილებლად უნდა გახდეს ყველა მოქმედი. არა, თუ არა ამრევლი და არა ამის სურვილი, ნუ იქნება მოქმედი, მაგრამ შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერი ისტორიული ძეგლი, იქნება ეს მეჩეთი, ეკლესია, ციხესიმაგრე, ხიდი და ჩვენ ეს ისტორია არ უნდა დავკარგოთ.